სამართლიანმა არჩევნებმა დღეს ანგარიში წარმოადგინა, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით თანამდებობის პირთა გათავისუფლებას ეხებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტს და გამგეობაში თანამშრომელთა მასიური გათავისუფლებების შესასწავლად 4 თვე მუშაობდა. 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე ქვეყანაში 50 გამგებიდან 48 პირმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, 2-მა კი საკრებულოს გადაწყვეტილებით დატოვეს. მესამე სექტორის ინფორმაციით განვითარებული პროცესების შედეგად სულ 18077 თანამშრომელია გათავისუფლებული. აჭარის მუნიციპალიტეტებში კი პოლიტიკური ნიშნით თანამდებობების პირთა 90%-ია გათავისუფლებული. უფრო თემის შესახებ მაცეს მთავარ გამოშვებაში გიამბობთ. ჩვენ ვთვლით, რომ ტენდენცია, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდში აქტიურად იკვეთებოდა, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დათხოვნების, ზეწოლის საფუძველზე დათხოვნები, ეს ტენდენცია სამწუხაროდ ეხლაც გრძელდება. ჩვენ ვთვლით, რომ დათხოვნები სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით და ზეწოლის საფუძველზე ხორციელდება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებები, რომ არის პირადი განცხადებით წასული ადამიანები, ანუ იკვეთება ტენდენცია, როდესაც ათეულობით ადამიანს ერთსა და იმავე დღეს აქვს განცხადება დაწერილი, რაც ლოგიკურად აჩენს იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის ეს მათი სურვილი და შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ ეს საეჭვო გარემოება